Berize Berdia. Berize Berdia. Me. Studenturi მოძრაობა ანტიპოდები. Studenturi მოძრაობა ანტიპოდები. Studenturi მოძრაობა ანტიპოდები. ხმამა. ალბათ მოგეხსენებათ, რომ პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი სტუდენტი თორნიკე ჩიქოვანი და ნიკოლო ჩომახაშვილი დააჯარიმა 1000 ლარიანი ჯარიმით. ბრალდება იყო ბანერით ძეგლთან განთავსების ცდელობა. ჩვენ მივაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის არაკანონიერი და უსამართლო. ამის გამო ჩვენ ვიწყებთ სტუდენტები კამპანიას მათ დასახმარებლად. ჩვენ შევეცდებით შევუგროვოთ აღნიშნული თანხა მათ. რაც შეეხება იურიდიულ ანალიზს, რატომ იყო არაკანონიერი ეს სასამართლოს და პოლიციის ქმედება. პირველ რიგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ განსაზღვრავს ცდელობის გამო ადამიანის დაჯარიმებას. ის მხოლოდ დაჯარიმებს ქმედების ჩადენის, ანუ იურიდიული ფაქტის დასრულების შემდეგ. ხოლო სტუდენტებს ფაქტი იურიდიული არ ჩაუდენიათ, ვინაიდან პოლიციის ჩვენებაშიც, მოწმეების ჩვენებაშიც და ახსნა განმარტებით ბარათებშიც აღნიშნულია, რომ სტუდენტები აპირებდნენ განათავსებინათ ბანერი და არ ქონდათ მას განთავსებული ბანერი ძეგლზე. კიდევ ერთხელ საბოლოოდ ვიმეორებ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს ქმედებას და არა განზრახოს. ეს იყო ბანერი, რომელზეც ეწერა მანდე ჩემი უნივერსიტეტი. აღნიშნული ბანერი მიგვაჩნია ილიას და აკაკის ძეგლთან ცდილობდით გამ. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას მათ დასახმარებლად და შევეცდებით შევუგროვოთ აღნიშნული თანხა. ღონისძიებებზე სხვა გამოსვლელები საუბრობენ ასე. ჯერ კიდე ამაზე სხვა საუბარს მე ვიტყვი, იმას პირველი ის იყო, ანუ პირველი დაკავება ნიკოლას ჩამახაშვილი მეორედ დააკავეს. ხო, იმაზე რა ქვია, წარწერებს აკეთებდა გადასასვლელებში. ხო და აღნიშნულ ფაქტზე მე შევესწარი მათ დაკავებას და 17 მანქანა აკავებდა მათ, რაც ნუ ჩემი საზრით მართლა ძალის გადამეტება იყო. 3 ადამიანს აკავებდა, 17 მანქანა სამოქალაქო ფორმაში, რაც კანონ დარღვევა, იმიტომ რომ არ აქვს უფლება არა ფორმაში ჩაცმულ ადამიანს დააკავოს, გამოახდინოს დაკავება. ეს არის რაც მინდოდა მე თქვა და რა აქციების იქნება, აი თავაძე გიორგი სტუდენტი. ბატონი გურამი ხოლმე ღონისძიებები? ხო. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი გურამ ქარხაშიძე. ანუ დღეს სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ძირითადად დიდი ნაწილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ხარში უდგებით ნიკოლოს ჩომახაშვილს და თორნიკე ჩიქოვანს. ნიკოლოს ჩომახაშვილი არის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი. პირველი ღონისძიება, რაც იქნება მათი ხარში დგომის, ეს არის დღეს საღამოს 8 საათზე ილია უნის შესასვლელთან, კაფე ლიგამოსთან გაიმართება მცირე აქცია, სადაც ერთგვარი სხვადასხვა მოძრაობების, ანუ ყუთები იქნება მოყავოსი გაკეთებული, ლოგოები სხვადასხვა მოძრაობის, სადაც ფორმალურად მხოლოდ, ანუ 5 თეთრიანებით ვცდილობთ, რომ მოვაგროვოთ ეს თანხა. ნუ ამ ეტაპზე არის ესეთი დაგეგმილი. შემდეგ იქნება ნუ რაღაც სხვადასხვანაირი ბანერების გაკეთებები და ამას მომავალში შეგატყობთ. დღეს როსაც ეს დღეს მოხდება 8 საათს. 20 კაფეში. Ოლო ეს არის უბრალოდ სიმბოლური. არა, აუცილებელი არ არის მაინც და მაინც 5 თეთრიანი ჩააგდეს ადამიანმა. აი უბრალოდ ვიღაცის 5 თეთრის ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც დაუშვათ სხვა ადამიანის 100 ლარი.
მესამე სამი დააკავეს. მე ვიყავი და გამომიწვია. ის პირველი დაკავება. პირველი დაკავება. კვადრატს იყო მინდა დაკავება სამი და. ბოლოს ჩამოყალიბდა. არასდროს შეუქმნა. 150.000 ლუხნის მესამე ნაწილი. კი. მე ვარ საზოგადოებრივი კავშირის დროადან ნიკოლოზ ნატროშვილი. მე დღეს ვარ აქ ვარ ჩემი ორგანიზაციის სახელით, იმიტომ რომ სოლიდარობა განუცხადო ამ ახალგაზრდებს და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს უსამართლობაა და რატო. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გამოუშვეს კონკრეტულად ნებორ ვაჩნაძე პატრულის თანამშრომლის ცემისთვის 100-ლარიანი ჯარიმით. და როგორ არიან დაკავებულები ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ თავისი პროტესტის გამო თქმა უნდა მშვიდობიანი აქციით, გარკვეული ლოზუნგებით და ეს ადამიანები დააკავეს და მათ ჯარიმა შეუფარდეს 1000 ლარის ოდენობით. და ეს უბრალოდ არალოგიკურია და არაფერში არ ჯდება არანაირ სამართალში და საერთოდ არაფერში. რომ ეს ადამიანები დაჯარიმებული არიან 1000 ლარით და ნებორ ვაჩნაძე, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცემა, ის გამოვიდა 100 ლარით. და ეს ჩემის აზრით ზოგადად სტუდენტებზე აი ეს ზეწოლა რაც ხორციელდება უკვე საკმაოდ დიდი პერიოდია, იმსახურება მხოლოდ იმას, რომ ახალგაზრდას საქართველოში და არა მარტო ახალგაზრდას არ ქონდეს იმის საშუალება, რომ თავისი აზრი თამამად გამოვიდეს, დააფიქსიროს და ხმამაღლა თქვას და გააგებინოს საზოგადოებას. მხოლოდ ამას ემსახურება ალბათ სამართალდამცველების მხრიდან ესეთი ზეწოლა სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე და ზოგადად მოქალაქეებზე. ეს იქნება კონცერტი. კონცერტის სახე იქნება ამ ყველაფერს, იქ ადამიანებს ექნება საშუალება რომ ადგილზე ყუთებში შემოწირულობა გააკეთონ, როგორც ადამიანმა თქვა, ანგარიშის ნომერიც აქვთ და ვიღაცას თუ დაუშვათ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხმობა რომ გადაიწყოს 2000 ლარზე აქ ლაპარაკი. და მე მგონი არ არის ხა ის თანხმობა, რომ ეს რომელიც ბანკის ანგარიში დაჭირდეს ან რაღაც მსგავსი. სტუდენტები ჯგუფები. კონცერტი გაიმართება ილიას უნივერსიტეტის წინ შესასვლელთან, სადაც სხვადასხვა ჯგუფები იქნებიან ქართული და ჩაატარებენ ისეთ კონცერტს. საქველმოქმედო სახე ექნება. სტუდენტური ჯგუფებიც იქნება და არა მარტო არის აუცილებელი. ვინც კონცერტში მონაწილეობას მიიღებს, სურვილი ისაც ექნება, უარს არავის არ ვეტყვით.